როდესაც არ მიყვარს ამის გახსენება და ეს ნაკლებად ეხება ბატონ ზურაბის, მაგრამ იმ 9 წლის განმავლობაში იმ დროსაც ვიცი მისი პოზიცია რომ არ უჭერდა მხარს, მაგრამ ზოგადად იყო რეპრესიული ნულოვანი ტოლერანტობის ეპოქა. ნები მომხმარებელს მცირე რაოდენობით თუ ნებისმიერ ადამიანს ცოტა ხმამაღლა საუბრისათვისაც უშვებდნენ ციხეში. გვაქვს ეს ისტორია. ეხა სიმღერისთვის გაგვიშვესო რეპერები ამბობენ რა. მაგით ჯერ კიდე სასამართლოზე ითქვა და მე არავის ამჯერად სანამ საბოლოოდ სასამართლო აიწეს თავის დაშტა. მოდიში ბოლომდე ვიტყვი, როდესაც თქვენ ამბობთ რომ სასამართლო გაანთავისუფლა, არავინ არ გაუნთავისუფლებია. ამკვეთი ღონისძიება შეუფარდა 50000 და იმ 50000-ით გაუშვა სახში. მე რაზე ვსაუბრობ? იგა ბოდიში ბოლომდე ვიტყვი თუ შეიძლება მოსამართლეზე ჩვენ უნდა დაგვეტოვებია მინიმუმ ამკვეთი ღონისძიება, შიდა პატიმრობა შემოვიტანეთ ჩვენ. ადამიანი მსგავსი რომ თუ საშიშროებას წარმოადგენს, ამავე დროს საუბრობ რაზე? უფლებების შეზღუდვაზე. თუ ადამიანი არის მომხმარებელი და დიდი რაოდენობით თან აქვს, ის არ უნდა იყოს სიტყვაზე პედაგოგი. არ მინდა რომ ჩემს შვილს ასწავლიდეს დაბოლილი მასწავლებელი. არ მინდა რომ ექიმი. ერთი წუთით გადაცემიდან სახში და ძალიან დაღლილი თუ გადავწყვეტ რომ მოვწიო მარიხუანა. ანუ არ მასწავლებელი გაკვეთილები დავითავდა და სახში მინდა არ მაქვს თავისუფლება. სტატისტიკაც ხო გვაქვს? ბოლო 3 წლის განმავლობაში არც ერთი მომხმარებელი არ წასულა ციხეში. ჩვენი ხელისუფლების პირობებში მომხმარებელია ხარხულია ხო ამაზე საუბარი. ზუსტად ამაზე მარიხუანის მომხმარებელი დღეს ციხეში არ მიდის. ზუსტად იმის გამო არის. რის გამოა? ზუსტად იმის დავასრულებ ერთი წუთი. ზუსტად მაგის გამო არის საკონსტიტუციო. კანონმდებლობა თქვენი არაფერი რა კანონმდებლობა შეცვალეთ? მას შემდეგ რაც გაიძულეთ წელიწადნახევრის წინ როცა 2015 წელს თქვენ გონიათ რომ იმის მაურით გაიძულეთ რომ რეპრესები 2015 წლის ოქტომბერში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა განაჩენი ბექა წიქარიშვილის სასარგებლოდ. დიახ, ზუსტად ეს წელიწადნახევარია, ერთი წუთით დავასრულებ. ყოველდღიურად მაქვს მე შეხება. თქვენ ალბათ სალდან პარლამენტის ტრიბუნაზე ზიხარ და სპერმატოზოიდების რაოდენობას ითვლით ადამიანებისაში. ჩვენ ამასობაში ყოველდღიურად ჩვენ თეთრ ხაზზე, რომელიც ჩვენ ცხელი ხაზი არის, უფასო იურიდიულ დახმარებას თავაზობთ. იმ ადამიანებს, რომლებიც თავს იცავენ სახელმწიფოსგან და იმ კანონებისგან, რომელიც ჯერ იყო და წინა იმ 9 წლიანზე ილაპარაკეთ თქვენ და ზუსტად მათ შექმნეს იმის გამო, რომ ეკონტროლებინათ და რეპრესია განეხორციელებინათ ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც რაღაცა მათ პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა, დღეს ზუსტად იგივე გრძელდება, ანალოგიურად გრძელდება, 6 წელია უკვე ეს გრძელდება და ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით ადამიანების პრობლემებს, რომლებიც უბრალოდ მინიმალური კი არა და შპრიცში ჩარჩენილი მოხმარებული ნივთიერების მარიხუანაზე არ არის მხოლოდ ლაპარაკი. მარიხუანაზე არ ვსაუბრობ მე. თქვენ ავიწროვებ თემას და მე არ ვსაუბრობ მხოლოდ მარიხუანაზე. მე ამ შემთხვევაში ვლაპარაკობ მთლიანად იმ პოლიტიკაზე, რომელსაც ატარებს სახელმწიფო მომხმარებლების წინააღმდეგ და ამ მარიხუანასთან დაკავშირებით ძალიან რომ ამაყობთ, ძალიან ხშირი შემთხვევა იყო, როდესაც მარიხუანას აღმოჩენის შემთხვევაში მომხმარებლებს უყრიდნენ ზემოდან ბიოს და ეს ახალი ტენდენცია. დიახ, ახალი ტენდენცია, იმიტომ რომ ეს პოლიცია არ არის საქმის შემდეგ გაჩნდა ეგ ტენდენცია. ეს პოლიცია არ არის ბიოს მოყრახდება და 5 წლით მიდიხარ უკვე ციხეში. კარგით, მოდით მე ზურას დავუსწრებ. კიდე გავაგრძელებ, რაც შეიძლება. დღევანდელი კანონმდებლობით თუ არ შეიცვალა ეს მდგომარეობა, ყოველდღიურად ჩვენ ვცდილობთ, რომ ადამიანები გავაკავოთ ციხეში, რომლებიც გვირეკავენ და ერთადერთი იმედი მართლა ამ კანონმდებლობის შეცვლა გააჩნიათ, იმიტომ რომ ადამიანები მოწყვეტილები არიან თავიანთ ოჯახებს, თავიანთ შვილებს, თავიანთ მშობლებს და მართლა ვერ ხვდებიან რა დააშავეს, რომ 0.009 და 100.000-ზე სხედან და 5 და 8 წელი და 12 წელი იხდიან. მადლობა, კეტა, მე მოგცემ კიდევ სიტყვა ზურა. აი ასე იღებს ბატონი გიგა მაგალითად, რომ პოპულარიზაცია ხდება ბოლო პერიოდშიო. თვლით თუ არა, რომ მას აქვს სრული უფლება, რომ ჩათვალოს, რომ მართლა ხდება პოპულარიზაცია, იმიტომ რომ ბოლო პერიოდის მაგალითად ჩემს გადაცემაში